ძვირფასო თანამემამულენო მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავთ ძალიან საინტერესო საკითხს, ჩემი აზრით, რომელიც შეეხება ისრაელის მიერ სომალილენდის დამოუკიდებლობის აღიარებას. ცალმხრივად დღეს მოხდა ასეთი ნაბიჯი, რაც გულისხმობს ცალმხრივად პირველი სახელმწიფო გახდა ისრაელი, რომელმაც აღიარა სომალილენდი დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ და სომალილენდი ზოგადად სომალის ტერიტორიის ნაწილად ითვლება გაეროს, ესე იგი, აი ამ სტანდარტით და საერთაშორისო აღიარებით, თუმცა 30 წელზე მეტია de facto-თ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია მთელი რიგი თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის მახასიათებელი შესაძლებლობები, ეს უკავშირდება როგორც თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს, ასევე შეიარაღებულ ძალებს, უსაფრთხოების სისტემას, ეკონომიკურ თანამშრომლობას და ასე შემდეგ. სომალისგან დამოუკიდებელი არის პრინციპში ამ პერიოდის განმავლობაში სომალილენდი და ცდილობდა თავისი პოლიტიკის გამართვას და ძალიან ცდილობდა სომალილენდი ეპოვა ქვეყანა, რომელიც მზად იქნებოდა მისი აღიარებისთვის და ისრაელი აღმოჩნდა პირველი ასეთი ქვეყანა. რის ფონზე მიმდინარეობს ეს პროცესი? ეს არის მრავალშრიანი სინამდვილეში გათვლა ისრაელის, რომელიც უკავშირდება რამდენიმე საკითხს. პირველ რიგში, ჩემი აზრით, ეს ნაწილია ისრაელის და თურქეთის ურთიერთობების დაძაბვის, რომლის შესახებაც ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ ჩვენს მათ შორის ამ ანალიტიკური გადაცემების ფარგლებში და შეგიძლიათ ჩემს გვერდზეც ნახოთ წინა გადაცემები, სადაც ამაზე გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდეთ, როგორც სამხრივი შეთანხმების ფარგლებში ისრაელი, კვიპროსი და საბერძნეთი, ასევე სირიაში მიმდინარე პროცესების მიმართულებით, განსაკუთრებით ქურთების. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის თებერვალში თურქეთი გახდა სომალის მთავარი მოკავშირე, სამხედრო პოლიტიკური. აიღო ვალდებულებები სომალის, რომელიც პრინციპში შეგვიძლია თქვა failed state არის, ანუ ჩამოშლილი სახელმწიფო, მაგიტომაც ვერ მართავდა მათ შორის სომალილენდს. იქ მუდმივად არის დაპირისპირებები სხვადასხვა ჯგუფ შორის, სიღარიბე არის წარმოუდგენლად მაღალ დონეზე და შეიარაღებული ძალები ზოგადად როგორც ასეთი არ არსებობენ. თურქეთმა გამოიყენა რამდენიმე ფაქტორი. ერთი ეს არის, რა თქმა უნდა, ისლამური ფაქტორი, რომელიც სომალიში არსებობს და ამ მხრივ გარკვეული დახმარების ხელი აღმოუჩინა დახმარება, ასე ვთქვათ, და ასეთი ინიციატივით მიმართა სომალის. დასავლეთი ამას არ აკეთებდა. მეორე მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაში აკეთებდა მარტო, მაგრამ სამხედრო პოლიტიკურად ნამდვილად არ ცდილობდა დასავლეთი სომალის დახმარებას. იმდენად ქაოტური ვითარება იყო და არის ჯერ კიდევ იქ. თუმცა თურქეთის გაცვლა არის საკმაოდ პრაგმატული. თურქეთი იქ თავისი soft power-ით ჩაერთო, როგორც არის თიკა, მათი სახელმწიფო უწყება USAID-ის მსგავსი, ანუ რომელიც ეხმარება კულტურულ, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა მიმართულებით. გარდა ამისა, თურქეთის ჩართულობა უკავშირდება იმას, რომ შეთანხმება მოხდა სომალისთან, იქ თურქეთი განალაგებს თავის შეიარაღებულ ძალებს, ამავდროულად განალაგებს საზღვაო ძალებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სომალის თუ დავაკვირდებით, სად იმყოფება ტერიტორიულად, აკონტროლებს პრაქტიკულად უზარმაზარ მიმართულებას, რომელიც ადენის ყურის და ბაბელმანდების, ესე იგი, აი ამ მიმართულებით და შემდეგ წითელი ზღვის მიმართულებით საერთაშორისო სავაჭრო უზარმაზარი ლოგისტიკის მაკონტროლირებელი გამოდის გარკვეულწილად სომალი როგორც ქვეყანა. გარდა ამისა, თურქეთის ინტერესი წარმოადგენდა, რა თქმა უნდა, თავისი გავლენის გაფართოება ზოგადად აღმოსავლეთ აფრიკაში და სომალი ამ მიმართულებით იყო საკმაოდ და არის საკმაოდ კარგი შესაძლებლობა. თუმცა აქ არის ასევე პრაგმატული ინტერესები, თურქეთს ძალიან აინტერესებს ენერგორესურსები და აწარმოებს ახლა კვლევებს შეთანხმებულად სომალისთან, სომალის მთელ ნაპირზე, ზღვის ქვეშ, კერძოდ, სად არის ნავთობი ან გაზი და ამ მიმართულებით თურქეთს აქვს აშენებული ნავები სპეციალური, რომელსაც შეუძლიათ ამ ტექნოლოგიით შეისწავლონ წყლის ქვეშ მყოფი
რესურსები და შესაბამისად ამის მეშვეობით შეუძლია დაადგინონ თუ სადმე არის გაზი ან ნავთობი, რომელიც შეიძლება გახდეს შემოსავლის წყარო და უზრუნველყოს იქ თურქეთის გრძელვადიანი, მათ შორის ეკონომიკური ინტერესები. გარდა ამისა, თურქეთის ინტერესს ნამდვილად წარმოადგენს იქ საკუთარი შეიარაღებული ძალების განლაგება. იმიტომ რომ, როგორც თქვი, ეს საკვანძო ლოგისტიკური არტერია არის, საერთაშორისო მნიშვნელობის და შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ იქ კონცენტრაცია ხდება გარკვეული ინტერესების. ჯიბუტიში მაგალითად, რომელიც იქვე იმყოფება ბაბ-ელ-მანდების სრუტის ნაწილში, ქვეყანა არის ასეთი ჯიბუტი, არის ორი სამხედრო ბაზა, შეერთებული შტატების და ჩინეთის. ანუ ორივე ქვეყანა ერთ ჯიბუტიში არის წარმოდგენილი სამხედრო ბაზი, ჯიბუტი ცდილობს ასე დააბალანსოს შეერთებული შტატების და ჩინეთის ინტერესები, მათი პოლიტიკა პრინციპში გასაგებია რას უკავშირდება, საკმაოდ პატარა ქვეყანა არის ჯიბუტი და კერძოდ შეიძლება ითქვას, რომ იქ სავაჭრო მიმართულებით ძირითადად ჩინური ტვირთები გადის ასევე, თუმცა დემოკრატიაზე საუბარი არ არის, არც ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე, ეს მნიშვნელოვნად განასხვავებს ჯიბუტის მაგალითად საქართველოსგან ან სომხეთისგან, პატარა ქვეყნებისგან ამ რეგიონში, სადაც დემოკრატიული და ევროატლანტიკური პერსპექტივები სხვა დონით არის, ამიტომ აქ არ უნდა შევადაროთ მოვლენები. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ჩრდილოეთ ნაწილში ბაბ-ელ-მანდების სრუტის მდებარეობს იემენი. იემენში კი ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ დიდი ხანია იემენი ნაწილობრივ ასევე დაშლილი არის, როგორც სომალი თავისი მაგალითით, რასაც წეღან საუბრობდი და იემენის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს ცენტრალური ხელისუფლება, დასავლეთ ნაწილს მათ შორის დედაქალაქ სანაას აკონტროლებს ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფება შიიტური, რომელიც რეალურად ირანის პატრონაჟის და ფარველობის ქვეშ იმყოფება. ეს ტერორისტული ორგანიზაცია იყო, რომელიც ბაბ-ელ-მანდების სრუტის მიმართულებით აქტიურად ბომბავდა, აჩერებდა, არტყავდა რაღაც ჭურვებით და ასე შემდეგ. შეერთებული შტატების, ისრაელის და ესე იგი ასევე ბრიტანული და სხვა ევროპული დასავლური მოკლედ გემებს და დასავლურ ეკონომიკურ ინტერესებს ამ რეგიონში. მათ შორის ისრაელის. იემენი ზოგადად საერთოდ ისრაელსაც ბომბავდა, თუ გახსოვთ, ესე იგი, თავისი დრონების მეშვეობით არაერთხელ. ძალიან საინტერესო არის ის, რომ როგორც გითხარით, იქ ერთი მხრივ საუდის არაბეთი არის აქტიური იემენის მიმართულებით, იმიტომ რომ მისი მეზობელია შიიტური და საუდის არაბეთი ცენტრალური სუნიტური ქვეყანა არის და მათ შორის ბრძოლა მიმდინარეობს, თუმცა ჯიბუტის მიმართულება უკვე აღვნიშნე თქვენთან და უნდა ვთქვათ, რომ ჯიბუტისგან ცოტა უფრო აღმოსავლეთით იმყოფება სომალილენდი, ანუ სომალის ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი არის, რომელიც აკონტროლებს პრაქტიკულად სწორედ იმ ნაწილს, როგორც კი გადიხარ ბაბ-ელ-მანდების სრუტიდან პირდაპირ ადენის ყურის მიმართულებით, ანუ არაბეთის ზღვის და შემდგომ ინდოეთის ოკეანეს მიმართულებით, სამხრეთ ნაწილში იმყოფება ეს სომალილენდი. ანუ სტრატეგიული განლაგება აქვს იქ აი ამ ლოგისტიკური კავშირების კონტროლის მიმართულებით. გარდა ამისა, იქ არის ბერბერას კუნძულები, რომელიც რეალურად იემენს ეკუთვნის, თუმცა ამ ბერბერას კუნძულებზე კონტროლი აქვს დამყარებული გაერთიანებულ არაბულ საამიროებს, სადაც იქ განლაგებული აქვს სამხედრო ბაზები და თვითონაც აკონტროლებენ გარკვეულწილად ამ სრუტეს და ლოგისტიკას. რატომ? იმიტომ რომ გაერთიანებული არაბული საამიროებისთვის, რომელსაც გააჩნია დიდი და წარმატებული ეკონომიკა და რომელიც არის ისრაელის უახლოესი მოკავშირე რეალურად არაბულ სამყაროში, აქვს პრობლემები, რომელიც უკავშირდება სპარსეთის ყურიდან გასვლის საკითხს ერთი და მეორე, როგორც კი ეს მოხდება, ალტერნატივაც აქვს, იმიტომ რომ მეორე ნაპირზეც აქვს მცირე ტერიტორია რეალურად გაერთიანებულ არაბულ საამიროებს, ამიტომ სხვა პრობლემა რჩება ირანთან ურთიერთობებში, რომ შეიძლება დაიბლოკოს და პრინციპში ეს უკვე მოხდა და ამაზე ვისაუბრე, ბაბ-ელ-მანდების სრუტე. ამიტომ ბერბერას კუნძულებზე აქვს განლაგებული სამხედრო ბაზა
გაერთიანებულ არაბულ საამიროებს და იქედან ცდილობენ ვითარება აკონტროლონ. თურქეთზე ვთქვი უკვე, რომ სომალიაში ძალიან სერიოზული განლაგება აქვს თურქეთს, მათ შორის სამხედრო ბაზების და დრონების მიმართულებითაც ვიცით, რომ აქტიურად ვითარდება საკითხი. თურქეთი ზოგადად სომალის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორიც კი გახდა პრაქტიკულად და ეხლა ისრაელის ნაბიჯი პირდაპირ არ ტყავს აი ამ ინტერესებს თურქეთის, ერთდროულად ზრდის საკუთარ გავლენას, რადგან ნახეთ, როგორც კი სუეცის არხიდან გადიხარ ხმელთაშუა ზღვაში, ანუ საუდის არაბეთს თუ გადავხედავთ მაგალითად, ხო? აღმოსავლეთ ნაწილი საუდის არაბეთიც გადის ესე იგი აი ამ სპარსეთის ყურის მიმართულებით, სადაც ირანთან პრობლემური ვითარება, დასავლეთ ნაწილი არის ყველაზე სანდო, თუმცა დღეს საუდის არაბეთი თუ გადაწყვეტს და იყენებს ამ ლოგისტიკას ძალიან მნიშვნელოვნად უზარმაზარი ლოგისტიკური ქალაქები აქვს აშენებული საუდის არაბეთს. მაშინ ორი ვარიანტი აქვს კავშირის. პირველი არის ჩრდილოეთ ნაწილი, სუეცის არხიდან თუ გადის ხმელთაშუა ზღვაში, სადაც ისრაელი ხვდება, ანუ როგორც კონტროლის მექანიზმი აი ამ ლოგისტიკურ კავშირებზე, მათ შორის ისრაელს ეილათიდან ყველაზე სამხრეთ წერტილიდან აქვს შესაძლებლობა, რომ წითელ ზღვაში უპრობლემოდ იმყოფებოდეს იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ქვეყანა კი არა და კონკრეტულად ეგვიპტე, მაგრამ სხვა ქვეყნებიც მაგალითად თუ გადაწყვეტენ ხელი შეუშალონ ისრაელს, რომ გამოიყენოს სუეცის არხი როგორც ლოგისტიკური ტრანზიტული მიმართულება, ამიტომ საუბარია იმაზე, რომ წითელ ზღვაში ისრაელს ეფექტური კონტროლი გააჩნია. თუმცა, როგორც კი წითელ ზღვას დატოვებ და გადიხარ ბაბ-ელ-მანდების სრუტისკენ სამხრეთ ნაწილში, რომელიც იმყოფება, ჩვენ იქ ხვდებით პრაქტიკულად ირანის და თურქეთის ძალიან მნიშვნელოვნად გაძლიერებულ გავლენებს. სწორედ ამიტომ პრაქტიკულად ისრაელმა გადაწყვიტა და აღიარა სომალილენდი როგორც ცალკე სახელმწიფო, პირველი სახელმწიფო არის, რომელმაც ეს აღიარება განახორციელა, რომლის შედეგადაც ჩემი აზრით ჩვენ აღმოჩნდებით ვითარებაში, როდესაც ისრაელი დაამყარებს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობებს, არამედ ეკონომიკურ ურთიერთობებს, შესაძლოა იქ საკუთარი მათ შორის პორტები ჰქონდეს ისრაელს და ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზები. დიდი ალბათობა იმისა, რომ იქ განალაგოს ისრაელმა სამხედრო ბაზები. რატომ? პირველი ეს უკავშირდება ბაბ-ელ-მანდების უსაფრთხოების, სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მეორე, ეს არის ჰუსიტების საკითხი, იმიტომ რომ ისრაელიდან როცა 300, 200, 300 კილომეტრში იმყოფება დაახლოებით ჰუსიტები, დარტყმების განხორციელება ძალიან რთულია ლოგისტიკურად, ფინანსურად, ყველანაირად. ხოლო სომალილენდიდან ეს დარტყმები შეგიძლია დღეში რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ განახორციელო, იმდენად ახლოს არის პრაქტიკულად რამდენიმე ასობით კილომეტრშიც კი არ არის ეს ტერიტორია. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება სომალილენდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მე ვარაუდობ, რომ სამხედრო ბაზების გახსნასთან ერთად შეიძლება მათი შეიარაღებული ძალებისთვის ებრაული, ანუ ისრაელული იარაღის გაყიდვა იყოს. საერო თავდაცვა ასევე იმისთვის რომ დაიცვას ირანული აი ამ ჰუსიტების ტერორისტული ორგანიზაციისგან თავი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თურქეთის დახმარებით სომალიმ სცადოს მომავალში, როცა გაძლიერდება, მის შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს, განახორციელოს, ასე ვთქვათ, ჭყალებში საკუთარი ტერიტორიების დაბრუნების ოპერაცია სომალილენდის წინააღმდეგ. აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც არის ეთიოპია. ეთიოპიას, რომელიც დიდი ქვეყანა არის, გავლენიანი ქვეყანა არის ზოგადად და გააჩნია მნიშვნელოვანი რესურსები, მნიშვნელოვანი გავლენა და იქ რელიგიური ფაქტორიც რა თქმა უნდა არსებობს ეთიოპიის მიმართულებით. ეთიოპია მეტწილად ქრისტიანული ქვეყანა არის, სომალი მეტწილად ისლამური ქვეყანა არის. სომალილენდი არის ერთადერთი შესაძლებლობა ეთიოპიისთვის, რომ გავიდეს ზღვაზე. ზღვის გარეშე იცით, რომ დღეს ქვეყნებს ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით დიდ ქვეყნებს და აფრიკაში ეს პრობლემა სერიოზულია. ქვეყნებს, ვისაც გააჩნიათ გასასვლელი ზღვაზე, აქვთ უპირატესობა და ვისაც არ გააჩნია სისუსტე. ამიტომ სომალისა და ეთიოპიას შორის დიდი ხანია არის გარკვეული დაპირისპირება, იმიტომ რომ სომალილენდს 30 წელი ეთიოპია ეხმარებოდა რეალურად, თუმცა აღიარება არ არის მათი მხრიდან ესეთი. ოფიციალური, არაოფიციალურად ყველანაირი კონტაქტი და კავშირი გააჩნიათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ
აქ ეთიოპიასთან ისრაელის კავშირებზე ეს ასევე იმოქმედებს, თუმცა ამავდროულად ეთიოპიისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ეს და სომალილენდის მხარდაჭერა და ამიტომ ჩვენ დავინახავთ გარკვეულწილად ასეთ საინტერესო კონფიგურაციას იქ. რა თქმა უნდა, თურქეთი ძალიან გაბრაზებულია ამ ნაბიჯით და გასაგებია რატომაც, იმიტომ რომ ერთი მხრივ ეს არღვევს თურქეთის და სომალის შეთანხმებას, თურქეთის გავლენებს ამცირებს ამ ტერიტორიაზე და ისრაელის გავლენებს ზრდის პირიქით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კონკურენცია აქტიურად მიმდინარეობს ლოგისტიკაზე და ბაბელმანდების სრუტე იქნება ერთ-ერთი ყურადღების ცენტრი, როგორც ხედავთ, განსაკუთრებით სომალი ლენდის მიმართულებით და ადგილზე სხვადასხვა ინტერესების შეიარაღებული ძალების გავლენა და იქ ყოფნა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობ, რომ უნდა აქტიურად დავაკვირდეთ იქ მოვლენებს, იმიტომ რომ შეიძლება ცოტა შორს არის ჩვენსგან, მაგრამ უშუალო კავშირში არის საერთაშორისო ვაჭრობასთან, შუადერეფნის პროცესებთან, იმიტომ რომ ალტერნატივა არის შუადერეფანი ბაბელმანდების სრუტის. ირანი, თურქეთი ჩვენი მეზობლები არიან პრაქტიკულად რეგიონის და მათი გავლენები იქ. ისრაელი როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშე, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები ახლა არის საუბარი, რომ სომალილენდის აღიარებას ტრამპი აპირებდა. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში, როცა ნეტანიაჰუ და რამდენიმე დღეში დაგეგმილია ან ერთი კვირის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტი ნეტანიაჰუსი ვაშინგტონში, სადაც უნდა ირანის საკითხი განიხილოს, ამაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ და ვისაუბრებთ. აქტუალური საკითხი არის, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ დააყენოს ნეტანიაჰუმ საკითხი, რომ იქნებ შეერთებულმა შტატებმაც აღიარონ სომალილენდი და იქ მათ შორის განახორციელონ ესე იგი ეკონომიკური და სამხედრო კავშირები და განალაგონ საკუთარი შეიარაღებული ძალები ისრაელთან ერთად. საინტერესო საკითხი არის, დავაკვირდებით ამ საკითხს, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერეთ თქვენი კომენტარები, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ამ ანალიტიკური სივრცის განვითარებისთვის. მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგ გადაცემაში.